დაიწყო ესეთი პროექტი პირველ ახსნა მილიონი სიხარული ოქტაგონის. ფლად იუმორისტული ვერ გარისკეს და იყო იუმორისტულ მუსიკალური შეჯიბრი იყო და წამყვანები გოგი ჩაიშვილი და ჯანტურია იყვნენ და ირმა სოხაძე. მოგესალმებით ყველას, მე შაბათ საღამო და ტრადიციულად პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ მუსიკალურ გასართობ შოუ პროგრამას მილიონი სიხარული ოქტაგონზე. მე არ შევიძლია აქვე არ ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელი დღე არ მიულოცო ჩვენ და დარწმუნებული ვართ თქვენ ძალიან საყვარელ ადამიანს. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს ჩვენი საყვარელი სეკუნდანტი დათო გოგიჩაიშვილი 25 წლის გახდა. ირმა სოხაძე მუსიკალურ ნაწილში ამათ რაღაც ცირკო იუმორისტი. მე ხარი მткиვა ეს, ხარი. იცით რა არის ბატონო სპიკერო? ეგ არის ადგილობრივი დაავადება, არაიმპორტული დაავადება. მარტო ჩვენთან საქართველოში შეინიშნება ეს დაავადება. შეგვიძლია ამით ვიამაყოთ კიდევაც. ამ დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი გახლავთ გენერატორის ხშირი ამოქოქვა. აქედან არის ეს დაავადება. დიდი მადლობა ამ უმწურავი პასუხისთვის და რა შემოგთავაზებთ ან რამეს ხო არ დაამატებდით? რა თქმა უნდა, ლიკა დოლიძეს დავამატებდი. ლიკა დოლიძეს სიმღერით ზეოთიბათვის. დიდი მადლობა, მიღებულია. ეს გადის რაღაც 2000-2001 წლებია. პარალელურად ძველი აი ეს ნიანგის ხალხი, მე როგორც მგონი, არ ვიცი ზუსტად ვინ იყვნენ, მაგრამ სავარაუდოდ ნიანგის ავტორები, ქოქავენ რაღაც სერიალებს. წვრილ ვარსკვლავთა ღამე და სახლის წინ არა, სახლი ძველუბანში. არა, სახლი ძველუბანში იუმორისტული არ იყო. და ის ისეთ სერიალი იყო რა, თავი და ბოლო ქონდა და იყო ძილის წინ. ძილის წინ იყო აი ხო ეგენიც ქოქავდნენ ცოტა ხანი იყვნენ ეგენიც. ორივე მათგანი გადიოდა პირველ არხს. ამ დროს გოგიჩაიშვილი წავიდა ამერიკაში, მობეზდა ეს უშუქობა და უბედურება და წავიდა მაგის სასწავლად. იუმორისტული შოუების როგორ კეთდება ჯერ ისწავლა, მე სტაჟირება და გაიცნო ყველა თითქმის ვინც ღამის შოუების წამყვანები იყვნენ, ვისაც ადრე უკეთებია ამ სერიალები ესენი. ჩამოვიდა და რუსთავი ორთან მივიდა იდეით ღამის შოუს გავაკეთებ. იმათ აიტაცეს და ღამის შოუ 2003 სექტემბერში გავაკეთეთ. საერთოდ ერთი ცუდი ამბავი გვაქვს ქართველი იუმორისტებს, რომ პროექტის გაკეთდება მე დრო რო გავა, ყველა იბრალებს რომ მე გავაკეთე. რაღაცნაირად ავიწყდებათ სხვებით. ჩვენ და მოდი მე არ დავიბრალებ, ეს გოგიჩაიშვილის პროექტი იყო. ღამის შოუ იყო და არის ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩემთვის მართლაც დიდი პატივი იყო, რომ 3 წლის განმავლობაში ვიყავი თქვენს სამსახურში. მე ღამის შოუს ახალი წამყვანია ვანო ჯავახიშვილი. მანამდე რუსთავიორს უკვე ქონდა ესეთი მულტფილმი დარდუბალა. დარდუბალა მაგ დროს უკვე გადა რაღაც თან იმდენად დენი რომ მოვიდა ამ ტექნიკურმა ხალხმა აღმოაჩინა რომ სხვა რაღაცები ხდებოდა. მულტფილმიც ხვანაირი გამოსახულება იყო უკვე კომპიუტერში კეთდებოდა ყველაფერი ადრე ხელით, ანუ ეხაც ხელითაც ხატავდნენ, მაგრამ უფრო გრაფიკა რაღაცა შეიცვალა და სწრაფად წავიდა რა პროგრესი. ამას დაემთხვა რომ ეს გოგიჩაიშვილის ისა და ეს ღამის შოუ აი წარმოიდგინეთ სექტემბერში დაიწყო და ნოემბერში ხო მოხდა ვარდების რევოლუცია. და ვარდების რევოლუცია მოხდა 22 ნოემბერს და 2-ში ჩატარდა 2 ნოემბერს ჩატარდა არჩევნები, 20 დღე მიდიოდა მიტინგები რა. სანამ ის გადადგებოდა. მიტინგების დროს ღამეს თავდნენ რუსთავიორს, რუსთავიორი იყო გამხმოვანებელი ამ პროტესტის მაშინ. და რუსთავიორზე გადიოდა ღამის კურიერი, ეკახოფერიას მეყავდა და მერე გადიოდა ღამის შოუ კვირაში ერთხელ. და კობა დავითაშვილი მაშინდელი რევოლუციონერი ამბობდა რომ იქო მიტინგებზე ამას უფრო დიდი გავლენა ჰქონდა. ახლაც იყოდნენ ღამის შოუში, ვიდრე იქო ღამის კურიერში. ანუ ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული ოღონდ თბილისში, იმიტომ რომ იქ სხვაგან დენი არ იყო.